მოგესალმებით ყველას მედია კავშირი ობიექტივი და გადაცემა პროფესიონალები და საზოგადოება აგრძელებს თქვენთვის მაუწყებლობას. ჩემი დღევანდელი უმშვენიერესი, ულამაზესი სტუმარი ნათია ნატროშვილი, რომელიც გახლავთ ფართო პროფილის ვეტერინარი ექიმი და რომელიც მუშაობს კლინიკაში ბუნება და ეს ვეტერინარული კლინიკა ბუნება ყველასათვის ცნობილია როგორც მაღალი პროფესიონალებით დაკომპლექტებული და ძალიან ჰუმანური ვეტ-ექიმებით დაკომპლექტებული კლინიკა. თუ რატომ ვამბობ ამას, ვინც იქ დადის და ძალიან ბევრი დადის ბუნებაში, ეს ამაში ყველა დამეთანხმება. მე კი ჩემი მხრიდან აუცილებლად გადაცემის მსვლელობის დროს დავაკონკრეტებ, რას გულისხმობდი. ახლა კი ნათიას დიდი მადლობა მინდა გადაუხადო იმისთვის, რომ ჩემი სტუმარია. ძალიან დიდი მადლობა ნათია. პირიქით მადლობა მოწვევისთვის. შენ და შენი კოლეგები ყველაფერს აკეთებთ იმისათვის, რომ ჰარმონია არსებობდეს ჩვენს ოთხფეხა მეგობრებსა და ადამიანებს შორის. და მოდი ახლა დავიწყოთ იქიდან, საიდანაც იწყება ხოლმე. დაიბადა შეიქმნა ახალშექმნილი ოჯახი, დაიბადა პატარა ბავშვი და მშობლებს უნდათ, რომ ყველანაირად სრულყოფილი გაიზარდოს ბავშვი. ნუ რა თქმა უნდა, იქ წიგნების კითხვა, კლასიკური მუსიკის მოსმენა, ბალეტის სიარული, ჩვენი ხალხური ქართული საგალობლები, ხალხური მუსიკა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ცოტა რო გაიზრდება კლასიკური ნაწარმოებების მიწოდება, მცირე დოზით რამე თუ მან მცირე დოზით უნდა მივაწოდოთ, რომ შემდგომ თვითონ მოინდომოს კლასიკისკენ მიხედვა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და აქვე არის ჩასმული და ეს მსოფლიოში უკვე ცნობილია, რომ ბავშვი თუ გინდა რომ სრულყოფილი გაიზარდოს და მას ძალიან დადებითი შინაგანი ბუნება ჰქონდეს, უცილებლად უნდა არსებობდეს ოჯახში ოთხფეხა მეგობარი. მოდი ჯერ ეს გაშალო. წესი იცით როგორი რაღაცა არის, სოფლიოში ეგ მიღებული და აპრობირებული არის და მათ ეძახიან როგორც კომპანიონი ცხოველები. ეხლა ჩვენთვის არის ის როგორც ოჯახის წევრი და ასე შემდეგ და შემდეგ წესი და კანონით მათი, ასე ვთქვათ, ოფიციალური სახელწოდება არის კომპანიონი ცხოველები. ოჯახის წევრი კომპანიონი ცხოველი. ხო, მასეც არის. ცხოველი იმიტომ არის კარგი ოჯახისთვის, რომ ჯერ ეგერთიც პირველ რიგში ბავშვებისთვის და ოჯახის წევრებისთვის არის იმით კარგი, რომ იმუნურ სისტემას აძლიერებს. განსაკუთრებით იმათთვის, ისეთი ბავშვებისთვის, რომლებიც მხოლოდ კორპუსებში ცხოვრობენ, არანაირი შეხება არ აქვთ, ასე ვთქვათ, სოფელს, არც რაიონს, ვერ ჩადიან, ანუ რომ ვერ იცვლიან, ასე ვთქვათ, გარემოს. მათთვის ეს არის აუცილებელი. ეხლა ცოტა ისეთი კერძოდ რატომ აძლიერებს? მოდი ახლა დავაკონკრეტოთ. უყურეთ, ყველა ცხოველს აქვს თავისი იმუნური სისტემა. მე მეგონა გასასეირნებლად რო გაყავთ, ამიტომ. არა. უყურეთ, ჩვენ, მეც, თქვენც, ვისაც ყავს ოთხფეხა მეგობარი, მაგას მნიშვნელობა რა, კატა არის, ძაღლი არის, ზაზუნა არის და ასე შემდეგ. ყველას რატომღაც გვიწევს სახლში, საწყლში. ხო ისე არის? კი, თავისთავად. ანუ ჩვენთან აი ამ ურთიერთობით და შეხებით, ხო, ჩვენ ვიღებთ მათგან იმუნიტეტს. ისინი ჩვენგან არ იღებენ, ჩვენ ვიღებთ. ჩვენთვის არიან ისინი კომფორტი. მე ჩვენს, ასე ვთქვათ, ცოტა უარყოფითსაც ვიტყვი, მაგრამ პირველ რიგში ჩვენთვის ისინი არიან აუცილებელი. აი ელემენტარულს ვიტყვი რას? სოფელში მცხოვრები ბავშვი ნაკლებად ალერგიული არის. ნაკლებად აქვთ იმუნურ სისტემასთან პრობლემა, უფრო ჯამრთელი არიან, იმიტომ რომ ესეთი ბავშვი სოფელში დარბის ფეხშველა, ბუნებასთან, მიწასთან უფრო ახლო შეხება აქვს, ქათამთან, ძროხასთან, ღორთან, ყველაფერთან შეხება აქვს, აქედან გამომდინარე რა შეასაქმე, იმუნური სისტემა მას უფრო ძლიერი აქვს, ვიდრე ქალაქელ ბავშვთან შედარებით. აქედან გამომდინარე, აუცილებელი არის, რომ ქალაქში მცხოვრებს უფრო მეტი შეხება ჰქონდეს და უფრო მეტი კონტაქტი ჰქონდეს. იმიტომ რომ სოფელში მცხოვრებს ისედაც აქვს. აი ეს არის პირველი ახან მაგ თემას შეეხე, მოდი მაშინ ინფექციებზე დავილაპარაკოთ. აი ზოგიერთი მშობელი ფრთხილად ეპყრობა დაუშვათ იმას და ცოტა მაგის გამო შეიძლება ბავშვს არ უყოლიოს ცხოველი სახლში, რომ ეშინია ინფექციების. აი აქ რა ხდება? იცით როგორი რაღაცა არის? ეხლა დღესდღეობით, ხო, მე შემიძლია გითხრათ, რომ საკმაოდ
მაღალ დონეზე არის ის გაგება და გააზრება და შეგნება, რომ როდესაც უკვე ოჯახის წევრები იყვანენ ცხოველს, უკვე გააზრებული აქვთ, რისთვის აყავთ. ჩემი ერთადერთი თხოვნა არის, როდესაც ბავშვი დაახლოებით 4 წლამდე არის, ხო, მას არანაირი ლეკვი, კნუტი არ ჭირდება. ანუ ის ფაქტი, რომ მას ჭირდება, იცით რა არის, ბავშვს უნდა ცხოველი, გასაგებია. მაგრამ ის ვერ მოუვლის. ამიტომ ის ოჯახის უფროსი, ვინც არის, დედა, მამა, ბებია, ბაბუა, მან უნდა გაითვალისწინოს, რომ ბავშვისთვის კი აიყვანენ, მაგრამ მათი მოსავლელი არის და არ უნდა იყოს ის, რომ იცით რა არის, მე არ მინდოდა, ბავშვს უნდოდა და ეგეთი რაღაცა არ უნდა იყოს. თუ აიყვანეთ და საბოლოო ჯამში პასუხისმგებლობა აიღეთ, როგორც ეს ბავშვს ულით, ისე უნდა მოუვაროთ ამაზე. არანაკლებ უნდა მოუვაროთ, მეტი ყურადღება ჭირდება ცხოველს. რადგან ის უფრო მეტ სიყვარულს გაჩვენებთ, მეტ სიყვარულსაც გასცემს და უპირობო სიყვარული, როგორც ცხოველს შეუძლია, სამწუხაროდ ადამიანს არ შეუძლია. ხო და ნათია, ჩვენ ახლა გვაქვს ვიდეო მასალა მომზადებული. დიახ. სადაც ჩანს კლინიკაში ბუნება, როგორ სათუთად ეპყრობიან ცხოველებს, არ აქვს მნიშვნელობა, რომელი იქნება ეს, ცუგო იქნება, კუ იქნება, ძაღლი იქნება, კურდღელი იქნება და გთხოვთ ჩავთოთ პირველი ვიდეო და ეს არის კლინიკა ბუნებისგან მოწოდებული ვიდეო და ცოტა ხანში დაგიბრუნდებით ისევ პირდაპირ ეთერში. ძალიან დიდი მადლობა. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ბუნება კლინიკა არის ადგილი, სადაც თუ თქვენ მიიყვანთ დაუშვათ ისეთ პატარა ცხოველს, ან დიდს არ აქვს მნიშვნელობა, რომელიც ქუჩიდან აიყვანეთ, არავითარ შემთხვევაში. თან რამდენიმე ვიზიტს გულისხმობ მე. არავითარ შემთხვევაში აქ თქვენ ფულს არ გადაგახტევინებდნენ, ანუ რისი თქმა მინდა, რომ არის ძალიან ერთიანად რაღაცა ლმობიერი და ჰუმანური ვეტ-ექიმებისგან დაკომპლექტებული კლინიკა და შემდგომ, საკმაოდ დიდი ძალისხმევა ჭირდება პატრონს, რომ აუცილებლად უნდა შეიტანოს იქ რაღაცა გარკვეული თანხა, გამომდინარე იქიდან, რომ საჭიროა ყველგან ადამიანები მუშაობენ, იმიტომ რომ ფული რაღაცა ხელფასი კონდეთ, ხო? და აქ ხშირად არის ხოლმე ესეთი შემთხვევები, რომ მიუსაფარი ძაღლები ან კატები რომ მიყავთ, თავიანთი ხარჯით, ასე ვთქვათ, უვლიან ამ ვეტ კლინიკაში. ეხლა რახან მოვლაზე მიდგა საქმე. ნათია, როდესაც აღზრდა იწყება ცხოველის, ჯერ მაინტერესებს, რა საკიც უნდა იყოს ცხოველი, რომ მივიღოთ ის სახში.
და ვიყოლიოთ. აი, დავუშვათ 3 წლის ასაკიდან შეიძლება რომ ისეთი მეგობრობა არსებობდეს ოჯახსა და ცხოველს შორის, როგორიც დავუშვათ აი 3 თვის ასაკიდან რომ კი, როგორ არა. აი, იცით როგორი რაღაცა არის? ეხლა წარმოიდგინეთ ქუჩაში მყოფი ცხოველი, რომელიც გადაარჩინეს, ავიყვანეთ, ხო? ეგ ასაკზე არ აქვს მაგას მნიშვნელობა. ქუჩადან გადარჩენილი ძაღლი, ხო, და კატა მეტად როგორ გითხრათ, აფასებს ამას. იმიტომ რომ მიხვდა რომ გადაარჩინეს და აიყვანეს და სიყვარულს და საჭმელს და ყველაფერს უწილადებენ. ეხლა რაც შეეხება წინა იმაზე დამუშავებაზე. დამუშავებას პარაზიტებზე, ხო? როდესაც ოჯახში შემოყავს, ეხლა ჩვენთან მაგალითად ლეკობიდან როდესაც მოყავთ, ხო? რა თქმა უნდა, მანამ ვაქცინაციას ვიწყებთ, ჰელმინთიზაციას ვაკეთებთ აუცილებლად, ანუ ჭიებზე დამუშავებას. თუ ჭიაზე დამუშავებული არ იქნება, ხო, ვაქცინაცია ცოტა რთულად წარიმართება. ამიტომ ვამუშავებთ, ვასუფთავებთ ორგანიზმს ზედმეტი პარაზიტებისგან, ვაკეთებთ უკვე სრულ ვაქცინაციას, რომ იმუნურმა სისტემამ იმუშაოს. შემდეგ უკვე წელიწადის გარკვეულ პერიოდში ვახდენთ მუდმივ დამუშავებას. რას ნიშნავს? ჭიებზე აუცილებლად 3 თვეში ერთხელ მუდმივი დამუშავება, ეგ არ აქვს მნიშვნელობა კატა არის თუ ძაღლი, ეს უნდა შევთანხმდეთ. მეორე, ძალიან მოდებული არის საქართველოში ლეიშმანიოზი. ლეიშმანიოზი არის გადამდები კოღოთი, ეს ჩვენ ადამიანის ენაზე ვილაპარაკოთ, ეხლა რომ მარტივი იყოს მაყურებლისთვის აღქმა, რომელიც ყველაზე უხმო კოღო რომელიც არის, ის არის გადამტანი ამ სისხლის პარაზიტის, არ იკურნება, მაგრამ არის მკურნალობის ის პროცესი, რომელიც არის გარკვეული პრეპარატები, რომელიც ასე ვთქვათ, მიძინების სტადიაში გადაყვავს, ანუ რემისიაში და შეიძლება ეს დაავადება მიძინების სტადიაში გადაყვავს ეს ინფექცია. ეს ინფექცია თუ ეხა საშუალებაც აქვს, პრეპარატი არ არის იაფი, რომელიც შეიძლება 250 და 300 ევრომდე ღირდეს, მაგრამ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ შეიძლება 6 თვე, წელი, 3 წელი, 5 წელი რემისიაში იყოს. შეიძლება საერთოდაც არც გამოვლინდეს. ამიტომ ძალიან ხშირად სამწუხაროდ ჩვენთან მოდიან პაციენტები, რომელსაც ეუბნებიან ასე ვთქვათ, სხვადასხვა კლინიკები, რომ ჯობია ევთანაზია გააკეთოთ, იმიტომ რომ ეს არ იკურნება. მე მყავს პირადად მე მყავს 5 ძაღლი, რომელიც არიან უკვე 10, ზოგი 8 წლის არის, 10-12 წლის, რომელსაც ლეიშმანიოზი აქვს. არიან გარკვეულ პრეპარატზე, მუდმივად იღებენ, მშვენივრად არიან, კარგად ჭამენ, კარგად სვავენ. გამძაფრება გარკვეული რაღაცა პრობლემების არის სეზონური, იმასაც ვაგვარებ და მშვენივრად არიან. და რა სიმპტომები აქვს ამ დაავადებას? სტანდარტული პირველადი, ასე ვთქვათ, ლეიშმანიოზი, რომ ასე ვთქვათ, არის თვალებზე, ესეთი სათვალისწინებელ თმის გაცვენა. მაგრამ შეიძლება საერთოდ არაფერი ვეტყობოდეს ვიზუალურად და კუჭნაწლავის ფორმაც იყოს, ან ვიზუალური ფორმა იყოს. ეს არის იცით როგორი ანუ ლაბორატორიული დაკვირვება. კი, ანალიზები, ტესტები გვაქვს ჩვენ, აქ ექსპრეს ტესტები, რომელიც 10 წუთში გვაძლევენ პასუხს და როგორ უნდა დავიცვათ? უყურეთ წვეთები, ანტიპარაზიტული წვეთები, რომელიც მარტიდან ოქტომბრამდე აუცილებლად უნდა დააწვეთოთ თქვენ 4 ფეხა მეგობარს. კატებში არ შეგხვედრია საქართველოში. იმიტომ რომ კატები ძირითადად სახლში ყავთ, ხო? არა, მაგაზე არ არის, მაგალითად ბრაზილიაში კატებშიც არის და საკმაოდ ისეთი არის რა, ანუ ეს დაავადება ძირითადად არის იმ ცხელ ქვეყნებში, სადაც აი ესეთი მკვეთრი ტემპერატური, კლიმატური პირობები არის. თორე რუსეთში და იქ ცივ ქვეყნებში საერთოდ არ არის ვაფშე არც ისე არ არის ლეიშმანიოზი. ხო. ეხლა რაც შეეხება პარაზიტებზე დამუშავებას, ტკიპები არიან ძალიან ბევრი დაავადების გადამტანები. ხო, ეს ძალიან საშიშია, ხო? ადამიანისთვისაც საშიშია. ადამიანებსაც რო უკმინოს იგივე დაავადების გადამტანები არიან რაც ცხოველებიზე. ამიტომ ჩემი რჩევა არის 4 ფეხა მეგობრების საყურადღებოდ, განსაკუთრებით ძაღლებისთვის, რომლებიც ასეირნებთ, სხვა ტერიტორიას დაყავთ, რაიონში, სოფელში და ასე შემდეგ. აიღოთ იმათ, რომ ყველა ანტიპარაზიტული პრეპარატი უნდა რეგულარულად მისცეთ, განსაკუთრებით, როდესაც თბილი სეზონი იწყება. ეს არ განიხილება. თუ თქვენ ისეთ ადგილას მიდიხართ, სადაც მეტად ასე ვთქვათ, მეურნეობები არის, სადაც არის ასე ვთქვათ, ძროხა და ასე შემდეგ, ხო, ესეთი ცხვარი და ის, ხო, განსაკუთრებით არ განიხილება, სულ მუდმივ დამუშავებაში უნდა იყოს და ცხოველს, როდესაც გაასეირნებთ, სახლში მოყვანისას აუცილებლად შეამოწმეთ.
იმიტომ რომ ზოგჯერ არის ხოლმე რომ ტკიპი მაინც შეიძლება ჩააჯდეს ყურის არეალი საზარდული ფალანგებს შორის ზაფხულის პერიოდში თქვენი ძაღლები გაკრიჭეთ თათის ადგილი აუცილებლად რომ მარტივი იყოს დასათვალიერებელი განსაკუთრებით როდესაც გრძელბეწვიანი არის ხო განსაკუთრებით უნდა დაათვალიეროთ თუ მუქითმა აქვს ხო საერთოდ და ეხა ღია ჩალისფერი თეთრიფერი რო არის ძალიან მარტივად ეთყობა რწყილი ყავს ტკიპი ყავს თუ რაღაცა ძალიან მარტივი არის არ შეცდეთ არის გარკვეული პრეპარატები რომელიც თვეში ერთხელ არის პრეპარატი რომელიც სამ თვეში ერთხელ არის ეს კარგად უნდა გაიკითხოთ თქვენს ექიმთან გაიარეთ კონსულტაცია დაკვალიანდით და ისე იყავით მაქსიმალურად დაცულები რომ თქვენი 4 ფეხა მეგობარი დაცული არის თქვენც დაცული ხართ და რა მაინტერესებს ეს შინაურ ცხოველებზე რომ შეიძლება თუ არა გარეული ცხოველი რო იყოლიოთ სახში უყურეთ როგორ ეხლა რაღაცა ძალიან აქტუალური გახდა ეს თემა იცით რა არის საზღვარგარეთ ძალიან პოპულარული არის და ძალიან ბევრი რაღაცა ცხოველები ყავთ რა სკულსები და რაღაც სასწაული რაღაცები ყავთ. ჩვენთან მაგის შესაძლებლობა ცოტა რთული არის. რატო ჩვენთან ყავთ ბევრს გველები თუ არ ვწდები და ასე შემდეგ. რა საჭიროა გველის სახში ვერ გქონდა. უყურეთ თუ მე მიყვარს, მე მყავს ვუვლი და ასე შემდეგ. ზოგს ეგრე თუთიყუშები უყვარს და ამრავლებს კიდევაც და სიამოვნებს, მტრედები ყავთ და ასე შემდეგ. ეხლა ყველაზე მარტივი მოსავლელი და ასე ვთქვათ, რო ვიყოლიოთ არის კატა და ძაღლი. ზაზუნა, ზოგს ვირთხები მოსწონს, ზოგს არ მოსწონს, ეგ ყველაფერი ინდივიდუალური არის. ყველაფრის ყოლა კურდღლებიც ხო ყავთ? კი, კაცო, რა პრობლემა არის? ცოტა ეხა იცით როგორი არის კურდღლის ყოლა ცოტა რა ვიცი ხა, ყველაფერი ინდივიდუალურია, ძალიან დიდი სიყვარული უნდა იყოს ეხა. კურდღელი რო დადის, ისაქმებს და ანუ მაქსიმალურად ყურადღებას ისუფთავე უნდა დავიცვათ. იმან არის ის კატამ როგორც ის არა. არც ვირთხამ, არც ზაზუნამ, არც ერთმა, ასე თქვათ, ესე თქვა ცხოველმა არ იცის და ზაზუნა ხო მაინც თავის სივრცე არა აქვს. თავის სივრცე შეიძლება ხო ამოყავთ. კი, ამოყავთ და ასერნება ხა, თავარი არის, ფეხი არ დაგედგათ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს ცოტა ყურადღება მისაქცევი და ასე შემდეგ. მან კუები ყავთ ძალიან ბევრი. ამას ცოტა ხმელეთის არის, როგორი არის, მასაც მოვლის ისინი თევზები და ასე შემდეგ. ეს ინდივიდუალურად ვის როგორი ასე ვთქვათ მოთხოვნა გარეული ცხოველის ყოლა დღესდღეობით საქართველოში ცოტა არ იყოს თუ კანონით არ არის ასე ვთქვათ აკრძალული რო იყოლიოთ და ასე შემდეგ კი ბატონო იყოლიეთ ფინანსური შესაძლებლობა დაკრძალული არის ძალიან ბევრი არის ეხა შველს ვერ იყოლიებთ ლომი ვეფხვი და ასე შემდეგ ეგ ცოტა ისეთი არის პატრონის მიმართ აგრესიას როდის იჩენს ან ფისო ან ძაღლი უყურეთ ეგ არის ინდივიდუალური წესი და კანონი ჩემის აზრით ჩემი სუბიექტური აზრი არის როდესაც მაგალითად კატა ცოტა სპეციფიური არის რას გულისხმობ ის პიროვნება არის მისი გაწვრთნა ცოტა არ იყოს და რთული არის ზოგიერთი ჯიშები მაგალითად ხო მაგალითად ბრიტანული აი ესეთი სპარსული აი ესე ცოტა ესეთი არის ფუმფულა არის ზანტი არის უფრო თავი უყვარს თავი ქუჩიდან აყვალინი უფრო მეტად აენერგიული არის, აქტიური არის, ისიც უნდა თამაშობს ყველა. მაგრამ არის ზოგიერთი გარკვეული ჯიშის კატები, რომლებიც ნახევრად გარეულები არიან. როგორც არის ბენგალი, მეინკუნი. და ასე შემდეგ. ეს ვეფხვს რო გავს. ხო, ეგენი ცოტა სპეციფიური არის. საერთოდ კატას ყავს აქვს ესეთი რაღაცა, რომ ირჩევს ერთ პატრონს, დანარჩენი მომსახურე პერსონალია. ყველა მომსახურე პერსონალია, მაგრამ ბათთან ცხოვრობთ, ვინც მე კატეები ხართ, ეხლა გეცოდინებათ, რომ თქვენ ცხოვრობთ მასთან და ცოტა პატივისცემით უნდა მოეპყროთ. მაგრამ სიყვარულის გაცემა უზომოდ იციან. ძაღლები ეხლა ცოტა სპეციფიური არის, რადგან ყველა ცოტა დიდი ჯიშის ძაღლი რომელიც მაგალითად დაცვა არის, როგორც არის კორსო, როტვეილერი, დობერმანი, ასეთი დიდი ჯიშის ძაღლები, ბელგიური ნაგაზი, მალინოას რო ეძახიან, ყველა არის გასაწვრთნელი. ყველა. თუ რომელიმე ძაღლმა გამოიჩინა აგრესია, ანუ დომინირების, ის კი არა რომ ვიღაცას უკმინა და ასე შემდეგ. აგრესია, ანუ დომინირება გამოხატა, ის უნდა გაიწვრთნას. ის რო გახდება მაგალითად 40, 50, 60 კილო ვერც ერთი პატრონი ვერ დაიჭერს. ეგ არის აბსურდი.
ამიტომ უნდა გაიწვრთნას, ხო, უნდა გაიწვრთნას, ეს აგრესია მოცილდეს, იყოს ძალიან ყანარი ფსიქიკურად დამშვიდებული და ძალიან იშვიათი არის, როდესაც სწორად გამოყვანილი არის ჯიში, ანუ კარგად შეჯვარებული არის, რას გულისხმობ, რომ არც ერთ შტოში არ არის აგრესია და ის არის ძალიან კარგი ფსიქიკის. მას ზოგ შემთხვევაში სულაც არ ჭირდება წვრთნა, ის ლეკობიდან რასაც აჩვევს პატრონი, ის უკვე იცის და არც გამოხატავს და მაქსიმალურად ენდობა პატრონს და მორჩილებას გამოხატავს. ეს ცოტა იშვიათი არის. ეხლა პატარა ჯიშის ძაღლები, როგორიც არის, დეკორატიული ბროშკა ძაღლები, რომელიც არის იორკები, შპიცები, მალტეზები, შიცუები და ასე შემდეგ, ეს მათი გატუტუცება არის უმეტესწილად დამოკიდებული პატრონებზე. რატო ეშინიათ რომ ზედმეტად რაღაც უთხრან და ასე შემდეგ და გული გაუსკდებათ და რაღაც სასწაული დაემართებათ და ნუ ყოველ შემთხვევაში ჩემი პაციენტის პატრონები რასაც მეუბნებიან არც ერთს გული არ უსკდებათ პატრონის ასე ვთქვათ აღზრდიდან გამომდინარე თუ მათ ლეკობიდან არ ეცოდინებათ რომ რა შეიძლება რა არ შეიძლება იქ ვერაფერს ვერ გახდებით. გატუტუცდება და ეხლა 2 წლის და 3 წლის რო გახდება და მე დაიწყებთ აღარ მოარჯულე. ნუ ის გიყურებთ ეხლა და ვერ გაიგო, მაშინ შავებ და არაფერი არ უთხარით, ეხლა რა არის, ხო? ნადი აი დაავადება ახსენე წეღან და ხო ყოფილა შემთხვევები რომ სამწუხაროდ აი რაღაცა მოწმენდილცაზე მოულოდნელად უცებ ალბათ ხდება ან კანკალი უტყდება და აი რა შეიძლება აი უფრო მცირე ჯიშის აი გამოყვანილი ჯიშის ცუგოებს არა უყურეთ როგორი რაღაცა არის ძალიან ერთი რაღაცას უნდა მე ძალიან კარგია რომ ეკითხვა დამისვით ყოველთვის იყავით მზად ქუჩიდან აყვანილი ცხოველების პატრონები გინდა კატა იყოს და გინდა ძაღლი რა თქვენ არიცით ის როგორი შეჯვარებული არის შეიძლება ინცესტი იყოს მომხდარი ანუ ახლონათესაური შეჯვარება იყოს. და რამდენ ხანში უნდა გამოვლინდეს ახლა ეს? ეგ ინდივიდუალური არის. შეიძლება 2 წელში, შეიძლება 3 წელში, შეიძლება ასაკში რო შევიდეს და ასე შემდეგ. რისი თქმა მინდა? ნევროლოგიური პრობლემები, ორგანოთა სისტემის პრობლემები და ასე შემდეგ, ეს ვითარდება დროთა განმავლობაში. მაგას შარტკენჭოვანი პრობლემები, თირკმელებთან დაკავშირებული და ასე შემდეგ. განსაკუთრებით მე მაგ პრობლემები კატებთან. ანუ ესეთი აყვანილი კატებში ძალიან ხშირი არის ქრონიკული პროცესები მიმდინარე. ანუ შეიძლება ცხოველი დაბადებული იყოს უკვე ამ თირკმლის პრობლემით და ნელ-ნელა არ აწუხებდეს, მაგრამ რაღაც ასაკს რო აღწევს, უკვე ის მეტად მკვეთრად გამოვლინდება. ამიტომ ჩემი თხოვნა არის, რომ ყოველთვის ცხოველი, როდესაც სახლში ყავთ, ხო, გარდა იმისა, რომ აუცილებლად თქვენ რეგულარულად ვაქცინაცია უნდა გააკეთოთ, რომ მათი იმუნური სისტემა თქვენ მწყობრში გქონდეთ ამავდროულად თქვენ აუცილებლად წელიწადში ერთხელ გამოკლევა სისხლის მუცლისღრუს ეხოსკოპია უნდა გააკეთოთ. ეს არის არ განიხილება. ყველა ჩემმა ასე ვთქვათ, პაციენტის პატრონმა ეგ იცის და მაგას ვაფრთხილებ. ეს არის იმის პროფილაქტიკა, რომ დროთა განმავლობაში ჩვენ ვიცოდეთ რა ცვლილება არის და რამე არ გამოგვეპაროს. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლებელი არის, რომ რაღაც 3 თვის წინ მე ანალიზები ყველაფერი წესრიგში მქონდეს პაციენტის, მაგრამ მე შემდეგ რაღაცა მოხდეს. ამიტომ ეს გვაძლევს საშუალებას, რომ დინამიკა გქონდეს, რომ რა დროს რა ცვლილება შეიძლება იყოს. შეიძლება მოხდეს კიდე გულსის ზარღვოვანი პრობლემები. ძალიან ხშირი არის განსაკუთრებით კატებში უკვე დაიწყო და იმისა, რომ შესაძლებელი არის, ასე ვთქვათ, ჯიშობრივად ახასიათებს ძაღლებსაც, მაგრამ ეს ასაკთან ერთად ვლინდება და ამასაც ჩვენ, ასე ვთქვათ, პროფილაქტიკის მიზნით ყველა ძაღლს, რომელიც უკვე ფაქტიურად თუ რაღაცა წინა მორბედი რამე პრობლემა არ აქვს, მაგას ჩვენ ახლა ვამოწმებთ ხოლმე დაახლოებით 5 წლიდან. და აქედან გამომდინარე მაქსიმალურ ყურადღების ქვეშ არის. ან თუ ვთქვათ რამე საოპერაციო პროცედურა არის ჩასატარებელი სტერილიზაცია, კასტრაცია, ან კბილების წმენდა და რამე სუნთქვა არ მოგვეწონა და რაღაცა აუცილებლად ძაღლის და კატაც ახლა კატებში ცოტა იშვიათი არის კბილების წმენდა თუ რამე პრობლემა პროცესი არ არის. ვთქვათ რამე ისეთი ტრავმატული მომენტი იყო, ან გადმოვარდა, ან ტრავმა მიიღო, ან ძაღლებმა დაგლიჯეს და რაღაცა ესეთი თუ არის, მაგ შემთხვევაში ყველანაირი შემოწმებას ვაკეთებთ, რომ მე ანესთეზიოლოგს რამე სხვა პრობლემაც არ შეექმნას, რა და ხშირ შემთხვევაში ზოგჯერ არის ხოლმე მე რო ვუხსნი ამას, ხო, ნუ ნორმალური ის არის, ხო, მაგრამ
ფინანსურად შეიძლება ცოტა ისეთი თანხა იყოს, მაგრამ მე მირჩევნია პატრონს გადავახტებიო, ვიდრე თქვა და რაღაცა მომენტი იყოს და მე არც გაფრთხილებული იყოს პატრონი და ლეტალურობაც უფრო მაღალი იყოს. ეს რაც შეეხება ამას. რაც შეეხება კიდე რას უნდა მიაქციო ყურადღება. ყოველთვის მიაქციეთ, ხო, ყვება. ცოტა არ იყოს და ჩვენი, ასე ვთქვათ, პატრონები ძალიან ბევრ ამას აჭმევენ. ძალიან ხშირად აი დეკორატიულ ძაღლებზე მაქვს ეს პრობლემა, რომ ეს ხო ცხოველი არის და მტაცებელი იყო და მისი წინაპარი იყო გელი და ნუ რაღაც ასავლებს მეუბნებიან. ხალხო, წარმოიდგინეთ თავისი პირველადი ფორმა, როდესაც აი ამ ხელა ბროშკა ძაღლის იყო მაგალითად 25 კილო, 30 კილო, ეხლა არის ყველაზე მაქსიმუმი 5 კილო. წარმოიდგინეთ რამხელა, ასე ვთქვათ, რეფორმა განიცადა ორგანიზმა და რამხელა ცვლილება. ის უკვე აღარ არის ის მტაცებელი და მისთვის ხო, ყველა ის პროდუქტი, რასაც ვთქვათ, ჩვენ შეგვიძლია ქუჩაში მყოფი ძაღლს მივცეთ, ან დიდი ჯიშის ძაღლს მივცეთ. არა, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. კატებს მით უმეტეს, ხო? ხოლო თავისი. აი ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ, ადამიანი რომელიც მუდმივ სამსახურში არის, მუშაობს და ასე შემდეგ, მისთვის კომფორტული არის მშრალი საკვების გამოყენება და ასე შემდეგ, ხო? გაიარეთ თქვენ ექიმთან კონსულტაცია. მან უფრო იცის თქვენი, ასე ვთქვათ, ოთხფეხა მეგობრის ფიზიოლოგია, დამიჯერეთ უფრო მეტად. კი. ყველაფერი იცის და ის დაგაკვალიანებთ. ეხლა თან თქვენც რომ მოუყვებით, რა ესე არის, ისე იქცევა, ესე ხო? ანუ მეტ ანამნეზს მოაგროვებს და უფრო მარტივი იქნება ექიმთან ურთიერთობა და უფრო მარტივად აგიხსნით ყველაფერს. ამიტომ კვებაში ყველაფრის მიცემა არ შეიძლება. სასიკვდილო არის ცხოველისთვის. შოკოლადი, ავოკადო, ნიორი, ხახვი, კარალიოკი, ლეღვი, ყურძენი ყველანაირი ფორმით. შემწვარი მოხრაკული, დაბრაწული, ჩაქაფული, соуზი. ანუ არ შეიძლება, არ ვაძლევთ ამას. სუგოებსაც, ფისოებსაც აქვს თავიანთი მშრალი და სველი საჭმელი და ამას ვაძლევთ. არ არის საჭირო ეს ჩაქაფულების თუ რაღაცების. ძალიან ხშირი არის. მე კუჭნაწლავი უბინძურდე, რა ქვია, ეშლებათ, მე მწვავე ინტოქსიკაცია არის. ცოდოები არის. შესაძლებელია, ანუ მწვავე პანკრეასი რო ემართება, ძაღლი ისეთ ტკივილს განიცდის, რომ ვერ აგიხსენებთ. ღვიძლს არ აქვს ტკივილის, ასე ვთქვათ, გამოხატვა. ტკივნეული ორგანო არის ნაღლის ბუშტი და პანკრეასი, ხალხო. მაგის ტკივილი რო ეწყება, შეიძლება კრუნჩხვაში ჩაგივარდო და დაიღუპოს კიდევაც. იმდენად ძლიერი ტკივილი შეიძლება იყოს. მაგრამ ისიც არის, რომ ზოგიერთი ძაღლი მაგალითად მშრალ საკვებს ვერ იღებს და შეიძლება ბუნებრივ კვებაზე იყოს. ანუ ორი ვარიანტი არის. ან მშრალზე იყოს და მარტო მშრალზე უნდა იყოს, ან ბუნებრივზე თუ თქვენ იმის საშუალება გაქვთ, იყოს ბუნებრივზე. ბუნებრივში რა შედის? ბუნებრივში პატრონმა უნდა მოუმზადოს იქ ცოცხალი მასალისგან, ანუ ხორცისგან, ზეთისგან, კვერცხის. ანუ ხო წყერის კვერცხი და ასე შემდეგ, დანამატები, ვიტამინები და ისინი, რასაც ასე ვთქვათ, ვერ მიიღებს. არის გარკვეული კატეგორია ძაღლების, რომელიც მშრალ საკვებზე უარესად ხდება და ესეთი საკვები ის არის. არ არის საჭირო ძალიან ბევრი რაღაც ფანტაზიის გამოგონება, ხო? უყურეთ, ძალიან ხშირი არის გასტროენტეროლოგიური პრობლემები. აი ძალიან ხშირი, განსაკუთრებით ძაღლებში რა, იმიტომ რომ აი ამდენი მივეცი და სინამდვილეში, ხო, ამდენი ჩვენთვის არის პატარა. ანუ ჩვენებთ რა აი ამდენი. ცხოველისთვის, რომელიც აი ამ ხელა არის, ის არის ძალიან ბევრი. სხვადასხვა ენტეროლოგიური პრობლემები, სასუნთქის სისტემის პრობლემები, აი ხა ზაფხულის პერიოდში ძალიან ხშირი გვაქვს სასუნთქ სისტემასთან პრობლემები. რას ნიშნავს ეს? კონდიციონერი მუდმივად ჩართული ორპირი ქარი და ასე შემდეგ, ბრონქიტები. ის ოჯახები, რომლებიც მკვეთრად გამოიყენებენ მოსაწევ საშუალებას. სხვადასხვა მოსაწევს არ მაქვს კონკრეტულად ის. არ შეიძლება ცხოველებთან გამოყენება სუნამოების, აეროზოლების, სხვადასხვა ჰაერის გამწმენდების, აი ეს კიდე ის რო არის, ხო იცით, რო ეკრობა ის აერო რაღაცეები რო არის, რო და არა. ჰაერში რო არის მკვეთრი სუნი. ეგ არ შეიძლება. მე მყავს მაგალითად ბულტერიერი, რომელიც კიდაღამ
აქვია სულ ცუდად იყო და ბოლოს ამ გოგობით ხარ რომ ის ამაკო ჩართულია და მაგის ბრალი ხო არ არის. აი რაღაც სუნებს რო ანთებენ ხოლმე არაფრის. არავითარ შემთხვევაში. არანაირი ქლორიანი, არანაირი დომესტოსი, არანაირი მკვეთრი სუნი, მასტიკა ესეთი ძაღლთან და კატასთან კატეგორიულად არ შეიძლება. რატო? მათ აქვთ ჩვენთან შედარებით გაასმაგებულად ყნოსვა გაძლიერებული, მათთვის ეს როგორც სასუნთქის სისტემის დაზიანებას იწვევს, სხვადასხვა ალერგიული ფონის შექმნას და თუ ალერგიული ქრონიკული ფორმა ექნება, დამიჯერეთ ვერასოდეს ვერ იქნება და სულ მუდმივ პრეპარატების ქვეშ იქნებით, როგორც ადამიანი არის რა ალერგიული. ამავდროულად ისინი იწყებენ აი ესეთი ქლორიანი იატაკების და კედლების და ყველაფრის წმენდა, ლოკვას. მერე როგორ ხდება საყლაპავის, კუჭის დაზიანება, დამწვრობა და ასე შემდეგ. გამოიყენეთ ისეთი საშუალებები ძალიან ბევრი არის ახლა ხალხო. მე მგონი ადამიანს არ აქვს იმდენი საკვები და მოვლის საშუალებები, როგორც ცხოველისთვის არის. აი ძალიან ფართო სპექტრი გვაქვს. ბიუჯეტურიც არის, ძვირიანიც, ისეთიც, ესეთიც, ძალიან ბევრი ბრენდები არის. ყველაფრის მოძიება შეგიძლიათ. აქედან გამომდინარე არ გამოვიყენოთ, რომელიც ქლორიდა ის არის, ძალიან ბევრი. გამოიყენეთ ისეთი საშუალება, რომელიც ბავშვისთვის არის. ყველაფერი ყველაზე მარტივი არის. ბავშვი, რომელიც ხოხავს იატაკზეა, ხელით ეხება და ასე შემდეგ, იგივე არის ცხოველი. არანაირი. და აი სარეცხი საშუალება დავშათ თვითონ რაზეც წევს ან ხო არის ხოლმე ბალის რაღაცა სარეცხი საშუალება არ არის. ეგ პრობლემას საერთოდ არ წარმოადგენს, იმიტომ რომ ის კარგად მკვეთრად ირეცხება, ივლება და მერე შრება, ხო? ის ხო სველს თქვენ არ დე? გამშრალი უკვე ის უკვე გაუნებულებული არის. უყურეთ როგორი რაღაც არის ზოგჯერ არის ხოლმე რომ იყენებენ სუნის და რაღაც აი მკვეთრი სუნი არის. არა, ის არ უნდა ჩავასხოთ, გასაგებია. კონდეს აი კონდიციონერი და რაღაცებს რო იყენებთ, კი ბატონო, მაგრამ მკვეთრი სუნი არ უნდა კონდეს. სხვათა შორის ერთხელ დავანთე მე თვითონ საკმეველი სახლში რა და ჩემი ძაღლი კიდაღამ დაიხრჩო. ანუ ალერგიული ფონი მისცა. ცოტა მეტი მკვეთრი როგორც ეს ბოლი იყო და კიდაღამ დაიხრჩო. ანუ ცემინება დაიწყო და რო შევხედე ეს მკვეთრად რო დაიწყო, ანუ საკმეველიც სამწუხაროდ. ან ცოტა გაიყვანეთ ისეთ ადგილას, რომ ის იყოს ცხოველისთვის ეს ცოტა არ იყოს და არასასურველი არის. ეხლა რაც შეეხება ძალიან ხშირად ერთი მომენტი არის, რომ ზაფხულის პერიოდში კატეგორიულად ეკრძალება ძაღლების პატრონებს მკვეთრი ასეთი პიკი, როდესაც არის მზის გაყვანა ცხოველის. არ შეიძლება განსაკუთრებით მოკლე ცხვირიანი ბრახიოცეფალები, რომლებიც არიან, მათთვის არ შეიძლება. რატო? იმიტომ რომ როდესაც ესეთი მკვეთრი ცხელი ჰაერი არის, ჯერ ის ცხვირი არ არის, გრძელი ცხვირი არის გამაგრილებელი საშუალება, რომელიც ჩადის სასუნთქ სისტემაში. ამ ცხვირის საშუალებით გრილდება ეს ცხელი ჰაერი, შემდეგ ჩადის უკვე გაგრილებული. მაგრამ ამას ცხვირი რო არ აქვს, ხო პირდაპირ ხდება სასუნთქ სისტემაში. მასე კატას საერთოდ არ აქვს ცხვირი. არა, კატას აქვს ცხვირი, მაგრამ ის იმდენად ჭკვიანია, სიცხეში არ გადის და იმალება სიგრილეში. მაგრამ სახლში რო არიან, უმეტესწილად უყვართ ესე მზეზე გადაკოტრიალება. ზოგ შემთხვევაში ეგეც არ შეიძლება, მზის ალერგია შეიძლება მიიღონ. ამიტომ ეს ცოტა კატებთან ცოტა ის არის, იოლების სიტუაცია არის. და ძალიან ხშირად ეწვებათ თათები. სად? ასვალტზე. ასვალტზე კი. ზღვაზე როდესაც მიყავთ, შეზლონგის ქვეშ მყავდა, მაგრამ ქვა არის ცხელი. ამიტომ ძალიან სიფრთხილედ გამოიყენეთ. მიხედეთ იმას, რომ ამ დროს არა მკვეთრად დილით უნდა გაიყვანოთ, როდესაც სიცხე არ არის და საღამოთი. 6-ის მერე. ეს ჩემი რჩევა არის, გაითვალისწინეთ და სასურველი არ არის ამ ცხელ პერიოდში. ძაღლს როდესაც არ უყვარს ბალაობა და ისა დიდად ნუ ისა გაწმინდეთ, ძალიან ბევრი საშუალებები არის, რომ გაიწმინდოს, გასუფთავდეს, დავარცხნეთ. ჰიგიენაზე აუცილებლად მინდა კითხვის დასმა. უბრალოდ თუ შეიძლება ახლა პატარა ვიდეო ვაჩვენოთ და მინდა გითხრათ, რომ ეს ვიდეო მოამზადა ჟურნალისტიკის სახელოსნოს აღსაზრდელებმა, დაძმამ ანა და მათე ჩუბინაძეებმა, ესე ჩუბინიძეებმა, ეს არის სულ 47 წამიანი, მაგრამ ძალიან სასიამოვნო ვიდეოა, ბაჭია დავარქვით ჩვენ მას.
ეხა ბაჭიაზე ყვებოდა ნათია და მოდი ეხა მოვუყევი. ბაჭიაზე რაც შეეხება, ხო, ცოტა ყურადღებით უნდა ვიყოთ იქიდან გამომდინარე, რომ აუცილებლად სიმშრალეში უნდა იყოს. ძალიან ხშირად ამას ყურადღებას არ აქცევენ და ძალიან ბევრ ბოსტნეულს და იმას აძლევენ და ეს თავის მოსაქმებელში და იმაში თუ იყოს ძალიან ბევრი, ამიაკი რაც შარდს და იმას ფეკალს გამოაქვს, ხო, მაგით შეიძლება სასუნთქი სისტემით დაიღუპოს კიდევაც და ინტოქსიკაციით და ამიტომ მაქსიმალურად სიმშრალე ვაქცინაცია კუნთულების ძირითადად არ ხდება და ძალიან ხშირად გვირეკავენ ხოლმე რომ თუ შეიძლება ცოფზე აიცრას განსაკუთრებით ზაზუნები. ხალხო ზაზუნა დეკორატიული ბაჭია რომელიც დედამიწას არ შეხებია, ანუ ცოფი ვერ ექნება ვერანაირად და ცოფის ვაქცინა რო გაუკეთოთ ძალიან დიდი შანსი არის, მე ყველაზე არ ვიძახი, მაგრამ შეიძლება ლეტალურადაც დამთავრდეს. ხო და ამიტომ ის ცხოველი რომელიც არ დადის მიწაზე არ და A პუნქტი და B პუნქტში მოხვდა თქვენთან და ვერანაირად ცოფის ის არ არის, ნუ გეშინიათ რომც უკბინოს ან თქვენ შვილს ცოფი არ ექნება. დიდი მადლობა. ნათია მგზავრობა მანქანიდან თვითმფრინავით, ნუ ახლა მოდით ეს ორი განვიხილოთ. მგზავრობა ზოგიერთ მაგალითად ძალიანაც კარგად მოსწონს და ვაფშე დისკომფორტსაც არ განიცდიან და ძალიან დიდ გზაზე შეუძლიათ იარონ და ასე შემდეგ. ზოგიერთს აქვს საერთოდ ისა გემის პრობლემას რო ეძახით. ნუ როგორც ადამიანი. ანუ ღებინება და ასე შემდეგ. ძალიან ესეთი კარგი საშუალება არის, რომელსაც ადამიანები ვიყენებთ. რეკლამა რო არ გავივიდეთ. ხო, თქვენმა ექიმა იცის და მიმართეთ მას. და ამავდროულად ძალიან კარგი დამამშვიდებელი პრეპარატები არის, რომელსაც მიცემა შეგიძლიათ რამოდენიმე დღით ადრე. ანუ როგორი რაღაცა არის, ეს ყველაფერი იწყება იქიდან გამომდინარე, რომ ძაღლი ან კატა ისტრესება. ანუ გრძნობს რომ რაღაცა ტერიტორია უნდა შეიცვალოს და ამიტომ ნერვიულობას იწყებს და ეს ასე ვთქვათ ნერვიულობის შედეგი არის რა. როდესაც ცხოველი დამშვიდებული არის, დაწყნარებული არის, არ განიცდის სტრესს, ორგანიზმიც არ ისტრესება და აქედან გამომდინარე ყველა მშვიდად ვართ. ფანტასტიკური საკითხს შეეხე. ერთი სახლიდან მეორეში გადასვლა. გადაყვანა. უყურეთ როგორი რაღაცა არის. ერთ სახლში სადაც კომფორტულად იყო, მაგრამ ბავშვად აგარაკზე გაკავს. არ არის პრობლემა აბსოლუტურად. ის აგარაკი თუ მისთვის ნაცნობი არის და ხშირად ხდება იქ, ცოტა იქნება აი ახალი აგარაკი. მე ისიც კითხვა მინდა, იცი რომ რაღაცა წინაპირობა უნდა არსებობდეს, ან რაღაცა დამამშვიდებელი ჯერ მივცეთ და მე გადავიყვანოთ თუ არ არის ასე. იბატონო, არა, ეგ არ არის. აი ძალიან ბევრი ანტისტრესი და რაღაცები არის და ეგ შეგიძლიათ რამოდენიმე დღე და თავისი არა, ყველაფერი ბალახეული არის და ეგ არაფერი პრობლემა არ არის. უბრალოდ იმ ტერიტორიაზეც უნდა იყოს ძალიან ბევრი მისი ნივთი. თქვენი ნივთი არ უნდა იყოს იმდენი რაც მას მისი. გასაგები. ანუ სათამაშოები ყველაფერი უნდა ანუ თავისი კუთხე მაქსიმალურად ასე ვთქვათ გამოვიდა. ძაღლისთვის უფრო ადვილი არის ეგ. ცოტა შეიძლება ასე ვთქვათ მოსაქმებაში აერიოს, დაერიოს, მაგრამ თლიანობაში მე კომფორტს იღებენ და ასე რომ პრობლემა არ არის ხოლმე უმეტესწილად. აი ჰიგიენა მუდმივად იძახიან რომ კატისთვის არ შეიძლება დაბანვა. არა და ნუ ხო. აი თქვენს იმას მიმართეთ ახლა. კი, საერთოდ მე არ მიმაჩნია რომ კატა უნდა დაიბანოს. ყოველ მისვლაზე ვეუბნებინათ ეს ხო უნდა დაბა. მე მაინც ვბან, მაგრამ ვერ ვათქმევინე რომ დაბანეო. რა გავაკეთე? რატო არა? გარკვეული კატეგორია კატების ვერ იტანენ დაბანვას და ძალიან დიდ სტრესთან არის. კატას არ ჭირდება დაბანა, იქიდან გამომდინარე, რომ თქვენ რო შეეხეთ, მე რო შევეხეთ, ვიღაც შეეხო, დგას ის და მთელი დღის მანძილზე ილოკება. დამიჯერეთ, ყველაზე სუფთა არის. კატა ყველა ცხოველთან შედარებით ძალიან სუფთა, ამიტომ არ ჭირდება. ეხლა თუ ბუხარში შეძრა, თუ სადღაც ტალახში შეძრა, აუცილებლად უნდა დაბანოთ, ესეთი ხო არ იქნება. გაწმენდა შეგიძლიათ. ძალიან ბევრი საწმენდის საშუალებები არის. ასევე ეხლა ძალიან ესეთი შემოვიდა ეს ორთქლის სავარცხლები რო არის. კი, და ძალიან კარგია, ძალიან კარგად ვიყენებ. იდეალურად იზრდება, ჩათვალეთ რომ თქვენ ბანთ. მართლა, თქვენ ბანთ, თქვენ თან არც აპროტესტებენ ამას. იმიტომ რომ მასაჟი არის, ის თავი ხო სილიკონის აქვს რა და მასაჟს უკეთებთ და თან ეს წყალი რო გამოდის ძალიან. კი. თან ვერ ასველებთ რა, ანუ სრულყოფილად არ სველდება და ძალიან კომფორტშიც არის ცხოველი.
ძაღლებს რაც შეეხება, ზოგიერთი ძაღლები ხა პატარა დეკორატიულები 2 და 3 კვირამდე 3 კვირაში შეგიძლიათ დაბანოთ. ოღონდ აქ არის ერთი ნიუანსი, ძალიან ხშირად პატრონებმა არ იციან, მარტო შამპუნით არ უნდა დაიბანოს. ან კონდიციონერი, ან ბანზამით უნდა მოხდეს მათი, ასე ვთქვათ, დაბანაც, რომ ეს თმა არ იყოს უხეში, იყოს დატენიანებული და კანიც არ შრება და მაქსიმალურად, ასე ვთქვათ, დანოტივებული არის. დიდი ჯიშის ძაღლები, ეხლა ძაღლი, რომელიც გარეთ არის, მაგალითად ეზოში, ხო? მას არ ჭირდება ხშირად ბანაობა. არანაირად არ ჭირდება, იმიტომ რომ მას თავისი იმუნური სისტემა აქვს და იდეალურად ზაფხულის პერიოდში თუ პატრონს უნდა, კარგი მკვეთრი, ესე ვთქვათ, მზერო არის, კარგად დაბადოს, სეზონზე 6-7 თვეში ერთხელ კარგად დაბადოს, გაამშრალოს, რომ არ დარჩეს სისველე, მერე რომ სველი ეგზემები და ასე შემდეგ არ ქონდეს და შვერიერ იდეალურად იქნება. აი, როდესაც გავდივართ სახლიდან, ნუ წაკითხული მაქვს, რომ ისტრესება გონია, რომ მიატოვეთ, აი, როგორ უნდა დაემშვიდობო, ან ძაღლს, ან კატას. ნუ კატასთან უფრო ცოტა რთულად არის და ძაღლთან ისე. არა, ყველა ძალიან კარგად იღებს თქვენს ხმის ტემპრს. დასჯაშიც ხო ხალხმა ერთი რამე იცოდეთ. დასჯის მექანიზმი ცხოველებში ხელი, ჯოხი, ტოტით და არა. ნუ არ ხდება. ყველაზე კარგი დასჯა ხმის ტემპრით. როგორც თქვენ შვილს შეიძლება ცოტა ტონალობა მოუმატოთ და დასაჯოთ, იდენტურად იგებენ ყველაფერს. უბრალოდ ეგ პატარობიდან მიაჩვიოთ, რომ რაზე ხართ გაბრაზებული, რა არ მოგწონთ, რა არ უნდა გააკეთოს და ასე შემდეგ. მაგრამ ძალიან ბევრი უნდა ეფეროთ. აი ძალიან ბევრი. თვითონ რო ღუღუნებენ აი კატები ეს რას ნიშნავს? ნუ ეგ დადგენილი ფაქტი არის, რომ ნუ ბოლომდე არ არის ამოცნობილი და ეგ გამოკლევა არ არის ეს სრულყოფილად დადგენილი, მაგრამ ეგ მიჩნეული არის, რომ მაქსიმალურ სიამოვნებაში და ნირვანაში არის კატა ამ დროს, როდესაც ესეთ რაღაცას აკეთებს. და ანუ ყველაფრით კმაყოფილი არის ცხოვრებაში. პატრონით, ცხოვრებით, საკვებით, ყველაფრით, ექიმით და ასე ვთქვათ. ამიტომ ეს სრულყოფილებით ესე გამოხატავენ. და როცა ოჯახში მოყვავს ცხოველი, რა უნდა გაითვალისწინოს უფროსმა? თავარი არის, რომ უნდოდეთ. თუ მოყვავს უნდა. ნუ, ეხლა აი რა უნდა გაითვალისწინოს? თქვი რომ აი ბავშვს უნდა და ისა და მე არ მინდა და საერთოდ ერთი რამ აქვს დაფიქსირებული, განსაკუთრებით ეს ბებიებზე და იმაზე მაქვს რა. მოუყვალე შვილიშვილს, აღმოჩნდა რომ უნდა და შვილს, იმიტომ რომ დედამ არ მისცა იმის ბავშვობაში მაგის ისა, აიხდინა იმითი რომ დააბრალა რომ ბავშვს უნდა და თვითონ უნდა. ბოლოს ყველა მუშაობს და ბებია და ბაბუა რჩება. ეს ძაღლით რჩება და კატაც არ აქვს მნიშვნელობა ამათი მოსავლელი და ყველაზე მეტად მათ უყვართ. და ყავს ძალიან ბევრი პაციენტის პატრონები, რომელიც ბებიები და ასე ვთქვათ, დედები და მამები აღიარებენ, რომ ზოგ შემთხვევაში დათექიმო, სხვანაირად ვიცი თქვენ არ გავიგებთ, მაგრამ ჩემ შვილზე და შვილიშვილზე მეტად ვიყვარს. რატო ხალხნო? წარმოიდგინეთ, ძაღლი კატებსაც ხალხაშორის ეგ ხასიათებთ. ნუ ისე არა როგორც ძაღლებს. შეიძლება დღეში 10 ჯერ გახვიდეთ, იგივე ენთუზიაზმით და სიყვარულით შემოგხედავთ. იგივე ენთუზიაზმით და სიყვარულით ჩაგეხუტებათ. სულ რო დაღლილი იყოთ, გასასეირნებელი რო არ, ისეთი ექსტაზით და იმითი შემოგხვდებათ, რომ აი გავედით სასეირნო. გავიწყდებათ თქვენი პრობლემაა, სამსახურში რა ხდებათ. ეს ცხოველი გაძლევთ იმის საშუალებას, რომ კარგზე იფიქროთ, ვიღაცა გხვდებათ ისეთი, რომელიც სერეზული თერაპია. ხო, ძალიან. სხვათა შორის ამერიკაში იყო ეს გამოკვლევა ჩატარებული, აიყვანეს 100 ადამიანი, რომელსაც ყავდა ცხოველი და რომელსაც არ ყავდა და იგივე ან სამსახური ერთ და ირი ქონდათ რა. აღმოჩნდა რომ ვისაც ცხოველი არ ყავდა, მათი სუიციდალური მიდრეკილება უფრო მეტად იყო და დეპრესიისკენ მიდრეკილება, ვიდრე ვისაც ყავდათ კომპანიონი ცხოველი. ანუ ცხოველი, კატა, ძაღლი, ზაზუნა, თევზი მნიშვნელობა არ აქვს. რას გულისხმობ მე? ცხოველი, რომელიც ელოდებოდა პატრონს, რომელიც უნდა გაესეირნებინა, როგორც კი სახლში მიდიოდა, მას თავისი პრობლემა ავიწყდებოდა. ანუ რამხელა თერაპიას უკეთებს ცხოველი. ანუ ფაქტიურად ისე გამოგდის, რომ ჩვენ კი რა ქვია, შველით. ცხოველი ჩვენ გშველის.
ჩვენთვის არის ის სასიამოვნო და მკურნალები ხო არიან, იგივე კატა მაგალითად ვიცი რომ ხო და გასეირნებაზე მინდა ეს კატის გასეირნება არსებობა. უყურეთ როგორი რაღაც არის. თქვენ რო ცხოვრობდეთ საზღვარგარეთ, სადაც სისუფთავი არის, გარეთ ფეხსაცმელი არ გიჭუჭყიანდებათ, ტერი არ არის, ასეირნეთ რამდენიც გინდათ. საქართველოში მაგაზე ძალიან დიდი პრობლემა გვაქვს იქიდან გამომდინარე, რომ აი ჩემ პაციენტებს ძალიან ხშირად ვხსნით განსაკუთრებით მეკატეებს რომ როდესაც აცრით და სახში ყავთ, გარეთ არ გაიყვანოთ, არ გაუშვათ, რატო? ძალიან ბევრი კატა და ძაღლი არის, რომელიც აცრილი გასტერილებული არის, მაგრამ ვირუსი და იმისგან დაცული არ ვარ, სხვა კანის დაავადებები. ვერც ერთი ექიმი თქვენ ვერ მოგცემთ მაგის გარანტიას, ვაქცინირებულ და ასე შემდეგ დამუშავებულ დაწვეთებულზე, რომ თქვენ რამე კანის დაავადებას, რამე ვირუსს არ აიკიდებთ. ამიტომ ჩემი რჩევა არის გარეთ არ გაუშვათ. არის სახში, იყოს სახლის. ქუჩის არის ის მაინც ადაპტირდება და იმ სიტუაციას ერგება. თუ რამე პრობლემა ქონდა და უკვე სახში შემოიყვანეთ, უმკურნალეთ და ასე შემდეგ, ჯობია დატოვოთ და გარეთ არ გაუშვათ. ეს არის ჩემი რჩევა და ძაღლიც იგივე არის რა, ანუ ძაღლს ცოტა სპეციფიურობა ისა აქვს, რომ აუცილებელი არის გასეირნების მოციონი, უნდა იაროს, უნდა ივარჯიშოს. კატას ახლა თქვენ უყიდით ძალიან ბევრ гаджеტებს, რომელიც ენერგიასაც დაახარჯიებს და ასე შემდეგ და სულ არ ჭირდება გარეთ გასვლა და სიარული. და ეხლა აგრესიაზე საუბრობდი და ეხლა გამახსენდა აი ბავშვები ზოგჯერ შინაური ცხოველების მიმართაც გამოხატავენ ხოლმე აგრესიებს ეხლა ვიდეოებში მაქვს ნახე ეს რა ხდება და ნუ შესაბამისად შემდეგ ეს ცხოველიც გამოხატავს ბავშვებს აი რა ხდება ამ დროს რატო აი მაგიტო ვიძახი რომ 3 წლამდე სასურველი არა ბავშვი ვერ აღიქვავს რომ ცუდს აკეთებს გამიგეთ ის კი არა რომ ბავშვი არის რაღაც ცუდი და რაღაც არა ბავშვი ვერ ზომავს აი ამ მოჭერას რა ანუ იმდენად უნდა რომ ჩაეხუტოს და რაღაცა ისე ჭყლიტოს რომ მე სხვა პროცესი მიმდინარეობს რა შეიძლება დააზიანოს ამიტომ ad უნდა აუხსნათ რომ იყოს იატაკზე და ასე მოეფერე და ასე შემდეგ რომ ხელში არ აიყვანოს ვერ ზომავს ვერ თოკავს თორე ბავშვი არაფერ შუაში არ არის ან უნდა კარგად აუხსნათ მაგრამ 1-2 წლის ბავშვს მაინც ვერ აუხსნით ისე რომ იმან გაიგოს და დაახლოებით 500-800 გრამიანი როდესაც არის ლეკვი იმას შეიძლება ფეხი დაადგას ან ყურით მოკაჩოს, ყუდით მოკაჩოს მერე თანატოლებად აღიქვავენ და ხან ბავშვი მისდევს ძაღლს და ხან ძაღლი მისდევს ბავშვს ხოლმე და ვინ როგორი დაკმენილი არის ხოლმე ეგ უკვე ამოუცნობია. ასაკზე მინდა კიდე კითხოს ნათია აი 2 წლის ცხოველი იმ დღეს ვკითხულობდი და ეხლა არ ვიცი შეიძლება გაგეცინა შენ 2 წლის ცხოველი 20 წლის ადამიანს უდრის თუ რაღაც არა 1/7-თან არის ანუ 1 ადამიანის წელი უდრის ცხოველის 7 წელს. ანუ მათი სიცოცხლის ასე ვთქვათ ცხოველყოფილობა უფრო სწრაფია ვიდრე ჩვენი. პირიქით უნდა იყოს, მაგრამ არა უშავს. და კატა და ძაღლი რო არის სახში ერთად და ხომ მშვენივრად გრძნობენ თავს. არაფერი პრობლემა არ არის. ხალხო ერთი რამე იცოდეთ რომ ზოგჯერ ქუჩაში რომ არა, უყურეთ როგორი რაღაცა არის. საერთოდ რამოდენიმე ევროპის ქვეყანაში არის კანონი მიღებული, რომ ოჯახში ერთი ცხოველი არ უნდა იყოს. რატო? როდესაც ჩვენ მივდივართ სამსახურში, ვინ ჩება მარტო? ცხოველი. და ის მარტო ჩვენ სხვებთან კომუნიკაცია გვაქვს. ხო, სწორედ. ამიტომ ან უნდა იყოს კომპანიონად მას უნდა ყავდეს ძაღლი, ან კატა. ანუ ორი უნდა იყოს. რომ ერთმანეთს გაართობენ, ან იჭხუბებენ, ან რაღაცას მოიფიქრებენ. თქვენ TikTok-ზეც და იმაზეც შეგიძლიათ ნახოთ ძალიან ბევრი წყვილი არის golden retriever-ი არის თუ არ ვცდები და კატა არის სფინქსი როგორ ერთად ცხოვრობენ და როგორ აკეთებენ და ან ძაღლი და კატა და ანუ კატები და ძაღლები ეს არის მარტო ერთი როცა არის და მარტო რჩება ცოტა პრობლემა არის და ამიტომ კომუნიკაციისთვის სასურველი არის. გინდა კატა აიყვანეთ ძაღლთან, გინდა პირიქით. და აი ახლა რამდენიმე წამი რჩება ნათია და შენი გზავნილი საზოგადოების მიმართ. აი ამ ცხოველებთან მიმართებაში. ჩემი გზავნილი იქნება ერთადერთი, რომ ძალიან გთხოვთ, როდესაც ცხოველს აიყვანთ, გააზრებული გქონდეთ, რომ ეს ნამდვილად გინდათ. იმიტომ რომ თქვენ ქუჩაში რო ნახოთ ჯიშიანი ძაღლებზე, მე არ მაქვს ლაპარაკი მეტისებზე.
ჯერ მეტისები რამდენიც არის. კოკერები, კორსოები, ხალხო გაგიჟდებით რამდენი კორსო არის, ჰასკები, რა ქვია, იორკები, მალტეზები, ძალიან ბევრი ჯიშიანი ძაღლი. ზოგს იმიტომ რომ ასაკში არის და მოვლა არ უნდა, ზოგი რა ქვია, ვეღარ უვლის იმიტომ რომ ვინმე გაიზარდა და ბევრს ჭამს და თურმე გასეირნება უნდა. ანუ პასუხისმგებლობა რა, პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოთ იმ ცხოველს, რომელიც აკყავთ. აუცილებლად, სხვათა შორის მე შემიძლია ვთქვა, რომ ბოლო ეს 5 წელი არის, რომ საზოგადოების, ასე ვთქვათ, სოფხედველობა, ესე ვთქვათ, ძალიან გაიზარდა, უფრო ლოიალური არის ცხოველების მიმართ, ვიდრე ადამიანების მიმართ, რაც მე მიხარია. არა, ადამიანების მიმართაც ვიყოთ. ცხოველებს უკვე აღარ უყურებენ იმას, რომ აი ძალიან ჯიშიანი იყოს და რაღაცა და ქუჩის ძაღლებსაც არანაკლებ იყვანენ. კი, იშვილებენ, ასე ვთქვათ, შვილობენ და ძალიან კარგათაც უვლიან და არანაკლებად უვლიან, ვიდრე თავიანთ ოჯახის წევრებს. და ეს ძალიან მისაღები და საამაყო არის, ოღონდ მართლა. ძალიან დიდი მადლობა. ნათია ნატროშვილი, ფართო პროფილის ვეტერინარი ექიმი, კლინიკა ბუნების, ვეტერინალური კლინიკა ბუნების წამყვანი სპეციალისტი იყო ჩვენთან სტუმრად. ძალიან დიდი მადლობა ნათია სტუმრობისთვის. დიდი მადლობა ყველას, ვინც გვიყურეთ და გვისმინეთ. მე მომავალ პარასკევამდე გემშვიდობებით ნახვამდის.